საქართველო არ უნდა დაისაჯოს. ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები არ ეკუთვნით და ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ არსებობს. უნგრეთის უცვლელი პოზიციის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. შვეიცარიაში საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს და ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა. Ფიქრობ ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი. მიზეზი ძალიან მარტივია. ბრიუსელში ყველა პატრიოტული, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობების ცულთ. თქვენს ოპოზიციას რომ არჩევნები მოეგო, მაშინ ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია. რადგან არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. საქართველოს ხელისუფლება შესანიშნავად მუშაობს. არ უნდა დაანებდეთ იმის გამო, რომ ევროპიდან შეტევა. Ფიქრობ ევროპაში მალე პოლიტიკური ცვლილებები იქნება როგორც შედეგი ახალი ტალღებისა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის და პატრიოტული კონსერვატიული მთავრობები მომავალში მეტად გაძლიერდებიან. საქართველოში ვერ მოიძებნა მტკიცებულება არჩევნების გაყალბებაზე. ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგვცეს დასკვნა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. ასე რომ არ არის არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი ამ შეტევებისთვის. ამავდროულად ვფიქრობ, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა კარგი ახალი ამბავია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, რადგან ბრიუსელის აზრით ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან. ბრიუსელი ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებით მიეჩვია უსაფუძვლო და საფუძველს ყოველნაირ საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთებას. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ ასეთი არასამართლიანი მიდგომები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ეხება პერსონალურ სანქციებს მithumetes ადამიანებზე, შეუძლებელია რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს მიმართ, ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არიან აქტორები, რომლებიც მთელ ძალისხმევას მიმართავენ იმისკენ, რომ გამოყენებული იქნას მსგავსი მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხდება ბრიუსელის ინსტრუმენტად გამოყენება და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ამას უშლის ხელს დღეს უნგრეთი, ამას უშლის ხელს დღეს სლოვაკეთი და ისინი გააგრძელებენ ასე მოქმედებას. არის რა თქმა უნდა სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი, ბევრი მიმართულებით, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი, საქართველო გამოიყურება ბევრად წინ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებს, რაც კი საერთაშორისო ფორმატებში არსებობს იმისათვის, რომ ამ საკითხებზე მუდმივად ხდებოდეს ყურადღების გამახვილება და ძიება ქმედითი მექანიზმების